მშვიდობისა. მე გახლავარ დათო დარჩია და ჩვენ ვთამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ახლა გიგთხოვთ მივესალმოთ ჩვენს პირველ მონაწილეს, ნინო ურუშაძეს. მადლობა მინდა გადავხადო ჩვენს მაყურებელს, რომელიც არის ბავშვთა გუნდი მძლევარი. ჩვენ სტუდიაში იმყოფებიან. სტუდია მაჟორი, ასევე და ასევე სტუდია სამთვისაც ასევე მივესალმოთ. ქალბატონი ნინო არის 66 წლის, თბილისიდან. პროფესიით ფილოლოგი. აკეთებს ხელნაკეთ ნივთებს, ქსოვს და კარგავს. ძალიან საინტერესოა. მისი ჰობია ასევე ხატვაც. და კროსვორდების შევსებაც გიყვართ ძალიან კროსვორდები? ძალიან, მე მონაწილეობდი რაღაც ჩემპიონატებში, საგაზეთო, ჟურნალებში, ფანტაზია გამოდიოდა. ჩემპიონატებში ეს თქვა გამარჯვება იყო რაღაცა ფულადი პრიზები? კი, ბატონო. მოგებული გაქვთ რამე? კარგი. კარგვა რო გიყვართ და ეს ქსოვა შემთხვევით თქვენი ეს ჩემი ძველი ოღონდ ადრინდელი ნამუშევარია ეს რაც მაცვია, მაგრამ ძალიან ლამაზია. ზოგადად ეხლა პენსიონერი გახლავართ და ჩემ პატარა შვილიშვილებს 3 წლის და წინა ხელის ყავს. იმერების სუქსოვივითი ვერთობი ამჟამად. ვისთან ერთად მობრძანდით? იცით რა სახში არ მეთქვამს მე, იმიტომ რომ რა ვიცი, მცხვენოდა რა ამას აქში რაღაც არ გამომივიდეს ცუდად თამაში და არ შევცხო ოჯახში თქო და არ მითქვამს. ეხლა იმათ იციან რომ მე მეგობრებთან ვარ მხოლოდ ჩემი ქალიშვილის აქ და ჩემი ერთი მეგობარი რომელსაც შეიძლება რომ ზარით დაუკავშირე ერთი კი არა ორი ნომერიც დავტოვე რომ მივესალმებით. ძალიან კარგი. ქალბატონო ნინო, 100,000 ლარს რომ მოიგებთ, აი რას აპირებთ? მაგას აქვე გეტყვით. გეგმები გაქვთ, ხომ? გეგმები მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ფულის დახარჯვას რა უნდა მითხარით? ფული თქვით. მე გისურვებთ რაც შეიძლება მეტი თანხა მოიგოთ. გისურვებთ ამას. ძალიან მეეჭვება. ძალიან მეეჭვებოდა ბატონო დათო, მაგრამ გავკადნიერდი, გავთავხედდი. კარგით, მე შეგახსენებთ ახლა წესებს. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება, 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებთ კითხვას, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას. მზად ხართ თამაშისთვის? შევეცდები. და მოგებისთვის? კი ბატონო. კარგით, მაშასე ჩვენ ვთამაშობ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. ამადგან რომლით არაშინებენ ბავშვებს? A. ბუა B. გუდიანი კაცი C. შავი ხელი თუ D. მზე თუ ნახავი? უცებ გაგცეთ პასუხი თუ ბევრი მიფიქრო. თქვენ ისე თქვენ შვილიშვილებს ან როცა უყვებით ხოლმე და შეშინება ეგეთი ან შვილებს ეგეთი არა ხო? ეგეთი პედაგოგი ვარ. მოვა ეხლა გუდიანი კაცი დაიძინე ან შეჭამეთ არა. არა, მაგას არა. მაშინ რომელი გავაკვირდით? უნებრივია მზე მზე თუ ნახავი. მზე თუ ნახავი. და სწორი პასუხია მზე თუ ნახავი. 100 ლარი თქვენია. ავში. მეორე კითხვა 150 ლარი. რომელი დღის აღსანიშნავად მღერით გადმოქართულებულ ინგლისურ სიმღერას? რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა. იმიტომ A.
ახალი წლის, B დაბადების დღის, C სამსახურში დაწინაურების თუ D დაქორწინების. ისე ახლა წესით ყველა ლამაზია, მაგრამ ყველა შეესაბამება, ხო? მე მგონი დაბადების დღეზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომელია? დაბადების დღეზე უნდა იყოს ლაპარაკი. საბოლოო პასუხი? B დაბადების დღის. B დაბადების დღის. და თქვენ მართალი გზანდებით. B დაბადების დღის 150 ლარი თქვენია. შემდეგი კითხვა მესამე. 200 ლარი. ცნობილ ხალხურ ლექსში თხა და ვენახი, რომელი არ შეუჭამია. გახსოვთ კარგად. A კატამ თაგვი, B თაგვმა მიწა, C მიწამ ჟანგი, თუ D ჟანგმა მგელი. უცებ თქო. გახსოვთ ისე მიმდევრობა? რა თქმა უნდა. ჟანგმა მგელი D პასუხი. რა შეჭამა ჟანგმა? ჟანგმა მიწა. მიწამ ისა თაგვმა მიწამ ჟანგი ჟანგმა თოფი მგელმა თხა ხამბენარი შეჭამა. გაჩერე გოგო ენა. და თქვენ მართალი ბრძანდებით. 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. რიტორიკული ჰქვია კითხვას, რომელიც არ მოითხოვს. A წყალს, B პურს, C სიყვარულს, თუ D პასუხს. D პასუხს. სწრაფად არც დავფიქრდებით. გავაყვითლოთ D პასუხს. და თქვენ მართალი ბრძანდებით. 250 ლარი თქვენია. ქალბატონო ნინო. და მივედით გარანტირებულ მეხუთე კითხვას, ესე იგი 300 ლარი თუ უპასუხებ, გარანტირებული 300 ლარი თქვენი იქნება. მათემატიკაში რომელი არ აღნიშნავს რამის ნახევარს? A 1/2, B 50%, C 0.2 თუ D 0.5. ვერ ყვევით მათემატიკაში ქალბატონო? ასე თუ ისე. საშუალოდ. იცით პასუხი? კი. თქვენ წარმოიდგინეთ. დახმარება არ გჭირდება. ძალიან კარგი. გისმენთ? C 0.2 მიათ. გავაყვითლოთ. C 0.2 და თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. რაღა დახარჯავს. გილოცავთ ამ 300 ლარს თქვენ ვეღარავინ წაგართმევთ. ვაგრძელებთ თამას ქალბატონ ნინოსთან ერთად. მეექვსე კითხვა 400 ლარი. ვინ იყო ამერიკის შეერთებული შტატის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშს მამას და ჯორჯ ბუშს შვილს შორის? A ბარაკ ობამა, B რონალდ რეიგანი, C ბილ კლინტონი, თუ D დონალდ ტრამპი. გახსოვთ ქალბატონო ნინო პრეზიდენტები? ეს პრეზიდენტები ყველა რა თქმა უნდა გახსოვთ. მაგრამ ტრამპი უნდა გამოვრიცხოთ, ხო? ფაქტია. ვინ რამდენჯერ იყო არჩეული, ისიც გახსოვთ. შეიძლება ამას მნიშვნელობა ჰქონდეს არჩევანში. მე შეგახსენებთ რომ თქვენ 3 დახმარება გაქვთ. 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბას. ბარაკ ობამა არ გვინდა, იმიტომ რომ ამ პრეზიდენტის წინ იყო. ბარაკ ობამა რატომ არ გვინდა? ახლა ხან იყო ამის წინ და იმიტომ. დიახ. ნუ ტრამპიც არ გვინდა გამოვრიცხეთ. რონალდ რეიგანი? რეიგანი უფრო ადრე იყო. ხო არ გამოგვეყედებიდა 50-50. თქვენი ნება ქალბატონო ნინო. ცოტა გამოვიყენოთ რა. გამოვიყენოთ დახმარება. კომპიუტერს ვთხოვთ საშაროლს 2 არასწორი პასუხი. ვიყენებთ 50-50. დაგვრჩა ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი. საბოლოო პასუხია? C. ბილ კლინტონი. და თქვენ მართალი ბრძანდებით. 400 ლარი თქვენია.
დახმარება დავხარჯეთ, მაგრამ რაღაცნაირად 100%-იანი დარწმუნებული მაინც არ ვიყავით და მაგრამ ვაგრძელებთ ამას. მეშვიდე კითხვა 500 ლარი. ინდურ ღვთაებებს შორის რომელია დედრობითი სქესის? A. ბრაჰმა, B. ვიშნუ, C. შივა, თუ D. ლაქსმი. გახსოვთ კარგად? რამე ინფორმაციას თუფლობთ? ეგენის უქალები მგონი. ყველას ბევრი ხელებია. ბევრი ხელები სულ ყველა. არა, ვაჟებიც გახლავთ. ანუ ქალბატონს აქვს ესე იგი ბევრი ხელები, რომ ყველაფერი მოასროს, ხო? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. რამე ვარიანტი თუ გაქვთ ისე ქალბატონ? რა ვიცი, ვიშნუ მგონია, მაგრამ შივაც იქ არის, ბრაჰმაც იქ არის. ძალიან დავებენი. ეხლა სულ დახმარებებით ხო არ ვითამაშებ სიტყვილი? არა, სულ დახმარებებით არა, მაგრამ ნუ ხანდახან ხო საჭიროც არის. აი ახლა ალბათ გამოგვადგებოდა უფრო 50-50-ზე, არა? კი, და ის ტყუილა დავხარჯეების პასუხი მქონდა. შივა. ხوار დავრეკოთ. დავრეკოთ. გაქვთ მაგის უფლება, მოითხოვოთ. სიცხვილე ახლა. დახმარება. ხაზე რომ რეკავ, მაგრამ არა, რატომ? ხო შეიძლება უცებ აგავიწყდეთ შეულებრივად. დავრეკოთ გია გელოვანთან. გია გელოვანთან. ვრეკავთ მეგობარ გია გელოვანთან. ბატონო გია, მოგესალმებით. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ისმეთ? ქალბატონი ნინო ურუშაძე ის ჩემთან ერთად? დიახ. და თქვენი დახმარება ჭირდება. თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ქალბატონი ნინო თავად დაგისვამთ კითხვას. მზად ხართ? ისმეთ? დრო ჩაირთო. გი, ინდურ ღვთაებებს შორის რომელია მდედრობითი სქესის? ბრაჰმა, შივა, ვიშნუ თუ ლაქსმი? უკაცრავად კითხვა გამეორე. ინდურ ღვთაებებს შორის რომელია მდედრობითი სქესის? ბრაჰმა, შივა, ვიშნუ თუ ლაქსმი? შივა. 10 წამი. მადლობა. მე როგორც მახსოვს, მეც ესე მახსოვს. სხვა გზა არა მაქვს. ბატონო გიამ როგორც მახსოვსო, მეც მაგას ვფიქრობდი. შივაო. შევამოწმე მაინც, იმიტომ რომ უფრო ესე მგონია მეც. ანუ დავეთანხმოთ თუ დავეთანხმოთ, მეც ესე ესე იგი. მახსოვს და წავაგებ და წავაგო რა ვქნა. თქვენც მასე გახსოვთ. კარგით, თქვენი საბოლოო პასუხია? C შივა. C. შივა. ქალბატონო ნინო სამწუხაროდ სწორი პასუხია ლაქსმი. თუმცა თქვენ გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც ვერავინ ვერ წაგართვენ, მე ხომ შეგბირდით, თქვენია. არა, ამაში არ უნდა წამიგო ნამდვილად. სამწუხაროა. მაინც სახალისო და საინტერესო იყო თამაში. მადლობა მობრძანებისთვის. მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ახლა კი მივესალმოთ ჩვენს მეორე მონაწილეს, ვანო მახარაშვილი. ვანო არის 28 წლის, კახეთიდან. ის ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერია. ყავს მეუღლე და 3 წლის შვილი. მისი ჰობია ფეხბურთის ყურება და წიგნების კითხვა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი.
ვანო, ახალაშვილი გვარი ისეთი გაქვს რომ კი ბატონო. ჩემი პროფესიით გამომდინარე ადამიანი ამას ისე აღიქვამს თან. კარგად აქვს შესრულებული ბატონ სერგოს მენი გვარის პერსონაჟი. ნამდვილად. სახასიათო როლია. ვანო, ვისთან ერთად მოხვედი? მე დღეს გესტუმრეთ მეუღლესთან, ძმასთან და მამაჩემთან ერთად. მივესალმოთ, მოგესალმებით. ვანო და 100.000 რომ მოვიგებთ, რას ვიზამთ? ხო, გეგმა მეც ეგეთი მაქვს, რომ 100.000 მოვიგო. რამდენად გამოვა არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ. ძალიან მინდა რომ ვიყიდო სახლე, ჩემი საკუთარი სახლი მინდა რომ მქონდეს და საკუთარი სახლი. ამ ხანს აუცილებლად ამ კუთხით დავაბანდებ თუ კი 100.000 მოვიგო. მე წარმატებებს გისურვებ. მადლობა დიდი. 100.000 ლარის მოსაგებად თქვენ უნდა სწორად მიპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე კითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3.000-ს. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და ჰკითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხეთ კითხვას, მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? რა თქმა უნდა. მზად ხარ თამაშისთვის, ვანო? კი ბატონო. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100.000. პირველი კითხვა. 100 ლარი. თუ ბინის რემონტი დაიწყეთ 2026 წლის 1 თებერვალს და მის დასასრულებლად გჭირდებათ 6 თვე. როდის დაასრულებთ რემონტს? A. ივნისის ბოლოს, B. ივლისის ბოლოს, C. აგვისტოს ბოლოს, თუ D. წლის ბოლოს. თან როგორ გჭირდება ის ბინა და რემონტი ხო თან? კი. აბა, ვიცით პასუხი? აუ, წესით ივლისის ბოლოს უნდა დავასრულოთ 6 თვე თუ გჭირდება. ნუ, ხელოსნებს გააჩნია, ხო? შეიძლება ისე გაგვიწელონ საქმე, რომ წლის ბოლოსაც ვერ დასრულდეს. თავის დაღოთ. ანუ, საბოლოო პასუხი? რომელი? ივლისის ბოლოს. გავაკეთოთ. და თქვენ მართალი ბრძანდებით 100 ლარი თქვენია. B. ივლისის ბოლოს. მეორე კითხვა 150 ლარი. რომელი კოსმიური ერთეული არ უნახავს სიზმარში სიზმარას? Z, B, მთვარე, C, ვარსკვლავები, თუ D, შავი ხვრელი. საინტერესო სანახავი იქნებოდა სიზმარის შავი ხვრელით. სიზმარას შავი ხვრელი, კი, გეთახმები. D. შავი ხვრელი. D. შავი ხვრელი. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. თუ კალკულატორზე არსებულ ყველა რიცხვს გადავამრავლებთ ერთმანეთზე, მივიღებთ A -1, B 100, C 0, თუ D 1. როგორ ვართ? ვანო აუ, კარგად. გადაანგარებაში კარგად, ხო? ვფიქრობდი მივაყოლე 1 + 2 2 3. აი, რომ წარმოვიდგინოთ. მე გამახსენდა რომ 0-იც აქვს კალკულატორს და შესაბამისად C 0-ს. საბოლოო პასუხია? C 0-ს. C 0-ს. და თქვენ მართალი ბრძანდებით და 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. რომელი ხმოვანია ამ კითხვაში ყველაზე მეტჯერ გამოყენებული? A, O, B, E, C, I, თუ D, A. აბა? რო დავთვალოთ კარგად ხმამაღლა. 6 გვაქვს და რამდენი? 100-ს გადავითვლი. დიახ. 1 2 3 4 5 კარგად დავთვალოთ, რამე არ შეგვეშალოს. 6 ესე იგი 1 2 3 4 ორ რამდენია? E. 6 1 2 დიახ. 3 4 5. ხო, A არის ყველაზე მეტჯერ გამოყენებული. 5 ჯერ გვაქვს E და 6 ჯერ გვაქვს A.
რამდენია ვიცით ზუსტად? 5 არის E, 6 არის A. 6 არის A. კი ბატონო, O გვაქვს 1, 2, O გვაქვს 1. 3 გვაქვს O. დიახ. I გვაქვს 2, 3, 4 გვაქვს I და U გვაქვს კონი 1. შესაბამისად, ყველაზე მეჯერ გამოყენებული არის 1, 2, 3, 4, 5, 6. A არის ყველაზე მეჯერ გამოყენებული. ანუ D-ია სწორი პასუხი ამას გულის. O რამდენი გამოდის, ესე იგი? 3. 3. რეალურად კი 3-ია. E რამდენი გამოდის? E გამოდის 1, დიახ. 2, 3, 4, 5. მეშლება 1, დიახ. 2, 3, 4, 5, 6 გამოდის E. დიახ. A გამოდის კარგად დავითვალოთ, აბა. კარგად დავთვალოთ. E 1, დიახ. 2, 3, 4, 5, აი ჩემი ბრალია, მართალი ხართ. მართალი ხართ. B-ია სწორი პასუხი. ანუ ესე იგი E რამდენი გამოდის? 7 გამოდის E, არასწორად დავითვალე. საბოლოო პასუხი? B. B. $250 ლარი თქვენია. მადლობა. მაგრამ დაუკვირდეთ. კი. მეხუთე კითხვა, გარანტირებული 300 ლარი. რომელ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქვია გიორგი? A. მამარდაშვილს. B. კაშიას. C. მიქაუტაძეს. თუ D. ქოჩორაშვილს. ისევ B დავაფიქსიროთ. ანუ გვიყვარს ფეხბურთი და სწრაფათვე არც დახმარება, არც ფიქრი არაფერი არ გვჭირდება. B. კაშიას. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. ხომ არ იცით რა ქვიათ? გურამ კაშია, რა თქმა უნდა. ილოცავთ. მადლობა. 300 ლარი თქვენია ვანო, დახმარებები არ გამოგვიყენებია. მეექვსე კითხვა. 400 ლარი. რომელი სრუტე აკავშირებს შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან? A. გიბრალტარის სრუტე. B. ბოსფორის სრუტე. C. დარდანელის სრუტე. თუ D. ჰორმუზის სრუტე. აბა, გეოგრაფიაში როგორ ავარ? გიბრალტარი და დარდანელი თუ სწორად მახსოვს ცოტა შორს არის. გიბრალტარი აკავშირებს ევროპას და აფრიკას ესპანეთთან. აი ჰორმუზი არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი ბოსფორის სრუტე უნდა იყოს სწორი პასუხი. მე მგონი ეს 100%-იანი პასუხი არ არის. ეხა მართლა არ მახსენდება, მაგრამ არც მინდა რომ დახმარება დავხარჯო შედარებით მარტივ კითხვაზე. მაშინ ეხა რაც თავში მომდის მირჩევია. წარმოვიდგინოთ მაშინ. რაღაცნაირად რომ მივიდეთ რაღაცნაირად მსჯელობით. აი ჰორმუზის სრუტე მართლა არ მახსოვს. სადა რომ წარმოვიდგინო აზრი არ აქვს. ეხა თუ სწორად მახსოვს, ბოსფორის სრუტე არის აფრიკასა და უბრალოდ ეგვიპტესა და თურქეთს შორის. თუ სწორად მახსოვს. შეიძლება ვცდები. დარბაზის დახმარება ვცადე. შავ ზღვას რომელი ვარიანტი გაქვთ ისე? B-ს ფიქრობ, B მგონია. ბოსფორის სრუტეს. კი. სხვა ვარიანტი გაქვთ ისე მაგის გარდა? არ მახსენდება, არც ერთი სხვა რა და. მე დახმარებას შემოგთავაზებ. მოდი დარბაზის დახმარების დახმარება გარეშე. ვცადოთ. დარბაზის. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. კითხოთ დარბაზს. დარბაზში ვთხოვთ ხელი აწიოს, ვინც იცის ზუსტი პასუხი. მხოლოდ ერთი მსურველი გვყავს, ვთხოვთ, გაგვეცანით? ბექა ჯაფარიძე, ფოსფორის სრუტეს ფიქრობთ. 100%-ით არ ვარ დარწმუნებული. მადლობა. ვანო. დახმარება გამოვიყედეთ, მაგრამ 100%-ით არ ვარ დარწმუნებულიო. ისიც თქვენსავით ბოსფორის სრუტეს ფიქრობს, მაგრამ ამ კითხვასთან დარწმუნებული არ არის. ეგეთი შეხედულება მაქვს რა.
იმას უფრო ვინანებ, რომ ეხლა სხვა დახმარება, უფრო ასე ვთქვათ, ჩემთვის საჭირო დახმარება ეხლა გამოვიყენო, ვიდრე წავაგო. ამიტომ მირჩევია, რომ ბოსფორის სრუტე დავაფიქსირო. რისკავთ ესე იგი? კი. არ მახსოვს. საბოლოო პასუხია? B, ბოსფორის სრუტე. B, ბოსფორის სრუტე. და თქვენ რომ გეთქვათ C, დარდანელის სრუტე, თქვენ იქნებოდით არასწორი. და 400 ლარი თქვენია, გილოცავთ. ვაგრძელებთ თამაშს. მეშვიდე კითხვა, 500 ლარი. ამ შედევრებიდან რომელია დახატული ყველაზე დიდი ზომის სტილოზე? A. ლეონარდოს მონა ლიზა. B. ბოტიჩელის ვენერას დაბადება. C. ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამე. თუ D. პიკასოს გერნიკა. აბა ვანო. როგორ ავართ მხატვრობასთან? არც ისე იდეალურად და არც ეს ნამუშევრები გახსოვთ ისე? კი, რა თქმა უნდა, მახსოვს. 4-ვე გახსოვთ? კი ბატონო, უბრალოდ. დიახ. თუ სწორად მახსოვს, ვარსკვლავებიანი ღამე და გერნიკა ისეთი დიდი არ არის. მე მგონი მონა ლიზა უფრო დიდია. მაგრამ დიახ. აი ვენერას დაბადება რამხელა აღარ მახსოვს, რამხელა ტილოზეა დახატული. გერნიკა და ვარსკვლავებიანი ღამე ფიქრობთ რომ შედარებით უფრო პატარაა, ვიდრე მონა ლიზა. კი. მაგრამ ვენერას დაბადება ბოტიჩელის არ გახსოვთ. არ მახსოვს. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? მოგვიწევს დახმარება გამოვიყენოთ. 50-50-ზე. თუ ზარი ახლობ. მე მგონი ზარი ჯობია. იმიტომ რომ მე მგონი ზარი ჯობია. ჩემ მეგობარს ექნება ეს ინფორმაცია წესით. ანუ ვიყენებთ დახმარებას. ვისთან ვрекავთ? გამოვიყენოთ, დავრეკოთ ჩემს მეგობართან არჩილთან. მეგობარ არჩილთან. ვიყერებთ დახმარებას ზარი ახლობელთან. და ვрекავთ მეგობარ არჩილთან. ალო, აჩი გამარჯობა. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შეგიძლია მოიგო 100,000. გამარჯობა ბატონო დავით. ვანო მახარაშვილი მისის მე წინ და თქვენი დახმარება ჭირდება. დიახ, შევეცდებით დავეხმაროთ. 30 წამი გაქვთ დრო და ვანო თავად დაგისვამთ კითხვას. კი ბატონო. მაშასე დრო ჩაირთო. არჩილ სალამი, მოკლედ რა მაინტერესებს, რომელია დახატული ყველაზე დიდი ზომის ტილოზე? მონა ლიზა, ვენერას დაბადება, ვარსკვლავებიანი ღამე და გერნიკა. ვენერას დაბადება. ეგრე ფიქრობ? მე მგონი. ყველაზე დიდი ტილო ამ 4-დან თუ ზოგადად? სულ. ამ 4-დან, ამ 4-დან. 10 წამი. ამ 4-დან ვენერას დაბადება დიდი ალბათობით. თუ დიდია. ოკეი, მეც ეგ ვერსია მქონდა, მაგრამ მე ერთია მაინც 3, გადავემოწმებ 2, ნახეთ, მადლობა. 1 დრო ამოიწურა. აბა, ვანო. მეგობარმა ბოტიჩელის ვენერას დაბადებაო. ხო, ნუ მეც ფიქრობდი ვენერას დაბადებას. მაგრამ რადგან არჩილმა დაგვიდასტურა 90%-ით უნდა ვენდოთ ამ აზრს, იმიტომ რომ ორი ადამიანის აზრი დაემთხვა ამ კითხვასთან დაკავშირებით, ამიტომ მოდი იყოს B. ხო, მაგ გადაამოწმებდი ისე, ვანო, დახმარება დაგჭა. იმიტომ რომ მე მგონი მაინც თქვენ მე მგონი და მე მგონი 100%-ს არ ნიშნავს. ხო, სხვა გზა არ გვაქვს მაშინ. სხვა გზა არ გაქვთ? გამოვიყენოთ 50-50. ესე იგი ვიყენებთ დახმარებას. მედია კომპიუტერი ბოროტა. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას 50-50-ზე. თქო კომპიუტერს საშუალოს 2 არასწორი პასუხი. აი, ვანო, რომ არ გამოგეყენებინათ დახმარება. თქვენ კი. წააგებდით და ასე ვთქვათ გარანტირებული თანხით. ახლა შანსი გვაქვს. დაგვრჩა A. წაგებას გადამარჩინა, ლეონარდოს მაგრამ- მონა ლიზა და D. პიკასოს გერნიკა. დიდად საქმე არ გამიმარტივდა. არ ვიცი, როგორც მახსოვს მონა ლიზა არ არის ეგეთი დიდი ტილო რა. მოდი გერნიკა. და გერნიკა გახსოვთ?
ანუ ეხა შეიძლება ჩემი გონება მეუბნება რომ მახსოვს, მაგრამ ხო არ ვიცი, მაინც ვფიქრობ რომ D-ს დავაფიქსირებ. საბოლოო პასუხია? D იყოს კი, იყოს, რაც არის ეგ არის. D. პიკასოს გერნიკა. ვანო, თქვენ სწორად მოიქეცით, რომ 50-50-ზე გამოიყენეთ და აირჩიეთ D. მართალია, პიკასოს გერნიკა თითქმის 8 მეტრამდეა. ძალიან დიდი ზომის არის. და 500 ლარიც თქვენია. სამწუხაროდ დახმარებები აღარ გვაქვს. მერვე კითხვა 1000 ლარი. პირანდელოს მოთხრობაში, რომლის მიხედვითაც ქართული ფილმი ქვევრი გადაიღეს, რისი მოსავალი აიღო მთავარმა გმირმა, რისთვისაც ქვევრი იყიდა? A. ზეთისხილის, B. მზესუმზირის, C. ნუშის, თუ D. ბროწეულის. ვანო, გვაქვს საკითხული? არა, სამწუხაროდ არ გვაქვს. საკითხული არა გვაქვს. ქვევრი ისე ნანახი გაქვთ მოკლედ? ქვევრი ნანახი მაქვს, კი. ჩვენს ვერსიაში იქ რა მოსავალზეა საუბარი? ყურძენზეა? ყურძენზეა. კი ბატონო. ეს ხდება იტალიაში. მოკლედ, და რას ფიქრობთ აი ქვევში, იტალიაში? 500-სა და 300 შორის ხელსაწყოობა არ არის. რამხელაც 500-სა და 1000 შორის. ამიტომ ვფიქრობ გავრისკავ ამ ვარიანტს. დიახ. რას ფიქრობთ? ნუში არ მგონია. აი იტალია ალბათ უფრო მეტად ზეთისხილთან ასოცირდება ჩემთვის რა. კარგი ვარიანტი, ანუ ეხლა ძალიან რთულია და ალბათ იღბალს უნდა მივენდო და ინტუიციას რა და უფრო მეტად ჩემ იღბალს პასუხისკენ მივყავა რა და ჩემი აზრით ზეთისხილის. ალბათ არ ვიცი. მე მაინც უნდა შეგახსენო რომ ამ შემთხვევაში თუ არასდროს უპასუხეთ, დაკარგავ 200 ლარს და დავჭებით გარანტირებული 300 ლარით. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ 500 ლარი. თუ გარისკა და სწორად უპასუხებთ 1000 ლარს მოიგებთ. იმაზე უფრო რთულია აქედან თამაში ვიდრე წარმომედგინა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. სახლიდან უფრო ადვილია. პასუხების გაცემა ყველას უადვილდება. და როცა პირისპირ სტუდიაში ფულზე ვთამაშობთ, რთულია რა თქმა უნდა. თან მეც ცოტას გაბნევთ ალბათ. რას შვებით, ვანო? გავისკავთ თუ? უნდა გავრისკო. ეგეთი ლოგიკა მაქვს რა, წეღან როგორც გითხარით. ესე იგი საბოლოო პასუხია? მოდი საბოლოო პასუხი იყოს C. ნუშის. რატო შეიცვალეთ ასე? აი არ ვიცი სიმართლე გითხრათ. უცებ შეიცვალეთ თან. ხო, თუ ზეთისხილი ჩემთან უფრო ასოცირდება, მაგრამ ალბათ ზეთისხილის ზეთი უნდა ეწარმოებინა, აქედან გავედი, მაგრამ ნუშსაც მაქვს ასე ვთქვათ წარმოდგენილი გაგონილი, რომ ნუშის ზეთიც იწარმოება და იტალიაში. შეიძლება. კაი, არა მოდი, აი იყოს რა ბევრჯერ შევცვალ პასუხი, მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ იმას, რასაც ვფიქრობდი. რა ჯობია იმით წავაგო, რასაც თავიდან საბოლოო პასუხი დავაფიქსიროთ? ზეთისხილის. საბოლოო პასუხს ვაფიქსირებთ. A. ზეთისხილის. ვანო, თქვენ რომ გეთქვათ C. ნუშვის, თქვენ ვერ მოიგებდით 1000 ლარს. გილოცავთ. მადლობა. 1000 ლარი თქვენია. მადლობა. მესხე კითხვა. 2000 ლარი. რომელი ქვეყნის ოფიციალური ენა არ არის პორტუგალიური?
A. ანგოლის, B. კაბო-ვერდეს, C. მოზამბიკის, თუ D. ბურკინა-ფასოს. ამ ხრივ როგორ ავართ, ანუ? ნუ რაღაც წარმოდგენა მაქვს ახლა ჩემი კაბო-ვერდეს თუ სწორად მახსოვს პორტუგალიურად საუბრობენ ექსპანსიის დროს პორტუგალიელები იყვნენ იქით და ჩემი აზრით იქნება პორტუგალიური ენა. ნუ ზუსტი პასუხი თავისთავად არც ამ კითხვაზე არ მაქვს. ანგოლა თუ სწორად მახსოვს გეოგრაფიულად არის აფრიკის ჩრდილოეთით და შესაბამისად პორტუგალიასთან ახლოა. შეიძლება ანგოლაში იყოს პორტუგალიური ენა. აი მოზამბიკი და ბურკინა-ფასო არ ვიცი. მოზამბიკი და ბურკინა-ფასო არ ვიცი. უფრო მგონია რომ მოზამბიკი უნდა იყოს სწორი პასუხი, მაგრამ აი ცოტა ხანს კიდევ დავფიქსდები. აუცილებლად დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ. კი ბატონო. აქ დასაფიქრებელი გვაქვს, აქ შეგვიძლია უკვე დავკარგოთ 700 ლარი. მესმის. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ 1000 ლარი. თუ არა და დავკარგავთ 700 ლარს და დავრჩებით გარანტირებული 300 ლარი. მესმის. ან შეიძლება ისევ სწორი პასუხი გავცეთ, გაგვიმართლოს და 2000 ლარი იყოს თქვენი. ნუ წეღა როგორც აღნიშნე კაბო-ვერდე ახლა სამხრეთ ამერიკული ქვეყანა ამ სივრცეშია უფრო სწორად რო ვთქვათ და ჩემი აზრით აქ პორტუგალიური იქნება. აი არ ვიცი რატომღაც მინდა რომ ვითამაშო, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ ვთქვათ კიდე. კაბო-ვერდეს პირველ რიგში ალბათ გამოვირიცხავ რა. კიდე რომელს გამოვირიცხავთ? ანგოლის გამორიცხვა მინდა, იმიტომ რომ წეღან როგორც წეღანაც თქვი ეგრო, თუ სწორად მახსოვს და არ ვცდები, აფრიკის ჩრდილოეთით მდებარეობს ეს ქვეყანა აფრიკის კონტინენტის და გამომდინარე იქიდან რომ თვითონ როგორც ქვეყანასთან პორტუგალიასთან ახლოა, შეიძლება იყოს პორტუგალიური ენა. ცემგონია, არ ვიცი. ცემგონია, მოზამბიკის. ცემგონია. რას ვიზამთ, ანუ? გავრისკავთ თუ შევწყვიტავთ თამაშს? მოდი გავრისკავ, ვფიქრობ რომ გავრისკავ. გავრისკავთ. რაც უნდა უაზროდ ჩანდეს მაყურებლის პერსპექტივიდან აქ, როდესაც იხარ დახმარებები აღარ აქვს. კი ბატონო. მხოლოდ დღეს კი დაგვრჩა. კი. ან შეწყვეტა თამაშის და 1000 ლარის წაგება. რას ვირჩევთ? რისკავთ? გავრისკოთ და დავაფიქსიროთ. გავრისკოთ და დავაფიქსიროთ. ოხ რა რთულია, ღმერთო რა რთულია. მოდი ანგოლა დავაფიქსიროთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ დავაფიქსიროთ ანგოლა. ხო გამოვრიცხეთ ეს ორი. ეხლა ისევ ჩავსვით, თუ როგორ არის ჩვენი საქმე. არ ვიცი, ძალიან რთულია ეხა აქედან გადაწყვეტილების მიღება. ლოგიკით კი გამოვრიცხეთ და მივუყვეთ იმ ძველი ხალხის თქმას, ვინც არის გავს შამპანურს არ სვავსო და ცადოთ რომ დავლიოთ შამპანური. ცადოთ რომ თქვენი საბოლოო პასუხი? დე იყოს. დე და ბევრჯერ შევცვალე, მაგრამ ან მოზამბიკი უნდა ამერჩი, ან ბურკინა-ფასო და მოდი დე იყოს. ვაფიქსირებ. თქვენი საბოლოო პასუხი? დე ბურკინა-ფასო. დე ბურკინა-ფასოს. ანუ ბევრჯერ შევცვალეთ, ხო? მე ისევ ანგოლას დაბრუნდი თავიდან, მე ჯერ გამორიცხე, მე ისევ დაუბრუნდი. მოზამბიკი ახსენე ხშირად. ბურკინა-ფასო ვარაუდებში საერთოდ არ ქონდა და ხო, აი მოზამბიკსა და ბურკინა-ფასოს შორის ფიქრობდი, მაგრამ არ ვიცი რატო, მაგრამ მაინც ბურკინა-ფასო გადავწყვიტე. ბოლო წამს შეცვალე, ხო? შენ გადაწყვეტილება და დააფიქსირე დე ბურკინა-ფასო და ამით გარისკე. და მართალი ბრძანდები. 2000 ლარი შენია.
შენმა რისკმა გაამართლა. იცით სადაური ენებია ისე ბურკინა-ფასოში? არა, მართლა არ მახსოვს. არ ვიცი, ვერ ფრანგული და ადგილობრივი ენებია. მეათე კითხვა გარანტირებული 3000 ლარია აქ, ანუ რომელიც ცხოველი არ არის პოლიფიოდონტი, ანუ არ იცვლის კბილებს მრავალჯერ ცხოვრების განმავლობაში. A. ალიგატორი, B. კენგურუ, C. სპილო, თუ D. მარტორკა. როგორ ავართ ეს ზოოლოგიურ ამბებში? მოკლედ აქ ვერსია მაქვს, მაგრამ ეხა იმას ვფიქრობ, გავრისკო თუ არ გავრისკო, იმიტომ რომ 2000-სა და 3000 შორის უფრო ნაკლები სხვაობაა, ვიდრე 2000 და 300 შორის. ამიტომ არ ვიცი რა, ძალიან ეხა ძალიან მიჭირს გარისკვა თითქოს. ისე ვერსია ალიგატორს ვფიქრობ, იმიტომ რომ როგორც მახსოვს, ალიგატორის კბილები, ნუ სუვენირებად და თუ ისე ფასეული ნივთია რა და გამომდინარე იქიდან რომ კბილებს არ იცვლის და იშვიათია ალიგატორის კბილის დაკარგვა, ფასიც ჩემი აზრით აქვს. მაგრამ არ ვიცი, ძალიან მინდა რომ თამაში გავაგზელო, მართლა ძალიან მინდა. უბრალოდ იმ პერსპექტივიდან რომ შევხედოთ რომლის წინაშე ხა მე ვდგავარ, მირჩევია რომ ამ ეტაპზე შევწყვიტო თამაში. მიუხედავად იმისა, რომ გავლილი ალბათ 2 ან 3 კითხვიდან ყველაზე მეტად ამ კითხვაზე ვარ დარწმუნებული, ასე ვთქვათ, უფრო მეტი პროცენტებით ვარ. ხომ არ გარისკა? რა? ხომ არ გარისკა? ძალიან მაცდული შემოთავაზება, არ ვიცი. ესე იგი რას ვაკეთებთ ანუ? ცოტა ხანს 2000 ლარი? თან იდეაში სხვა ლოგიკაც ვიპოვე ეხა რატომღაც და ეხა უფრო მომინდა გარისკვა. ეხა ამ ჩამოთვლილი 4-დან 3 არის ძუძუმწოვარი, ალიგატორი არ არის ძუძუმწოვარი, კვერცხით მრავლდება და როგორც ვიცით, ძუძუმწოვრები სარძევე კბილებს იცვლიან და გამომდინარე აქედან ვიცვლით ზოგადად ადამიანებიც კბილებს რა და აი არ ვიცი წეგან როგორც აღნიშნე შეიძლება ჩემი გონება მაიძულებს რომ ვიფიქრო რომ ვიცი ეს და სინამდვილეში არ ვიცი, მაგრამ რადგან უკვე მეორე ლოგიკა დავიჭირე, მოდი გავრისკოთ. ძალიან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილება იქნება ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან რისკიანი არ ვარ. აზარტული ვარ, მაგრამ რისკიანი არა და ეხლა ცოტა რეალურად დრო შევხედოთ, ცოტა უფრო მეტი თანხადევს სასწორზე ვიდრე თუნდაც მერვე კითხვაზე იდო. კი ბატონო. მაგრამ არ ვიცი, აი იმდენად ჯერა ეხლა ჯობია რომ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი თანხა. ხომ არ ჯობია? ძალიან კარგი აზრია ეგეც, მაგრამ აი არ ვიცი, როგორც გითხარით, გამომდინარე იქიდან რომ 2 ლოგიკა ვიპოვე, ცოტა რთული მისაღებია გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გავრისკავ ამ ერთხელაც. არ ვიცი, ნახოთ რა გამოვა. ორჯერ გამომართლა. მაგრამ თუ არასწორი იქნებით, იცოდე დაკარგავთ ამ თანხას. დავჩებით 300 ლარის ანაბარა. გვიპასუხებთ თუ წაიღებთ 2000 ლარს? ალიგატორი. როგორ? ვაფიქსირებ, ალიგატორი. საბოლოო პასუხია? კი, ვიცი რომ ვინანებ, მაგრამ არა უშავს რა ვქნათ. მინდოდა რომ დავიფიქსირო. ალიგატორი. ბანო. სამწუხაროდ თქვენ დაკარგეთ 1700 ლარი და დარჩით 300 ლარით. არა უშავს. ეს არის D მარტორკა. თუ ფიქრობდით ამ ვერსიას? არა, არ მიფიქრე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აი 2 განსხვავებული ლოგიკა დავიჭრე საერთოდ რა ერთმანეთთან დავაკავშირე და რაც არ უნდა მეფიქრა, ალბათ მაინც ამისკენ წავიდოდი. მაინც ამის. თავარია თქვენ კარგად ითამაშეთ და აზარტული ბრძანდებით. მადლობას გიხდით მომბრძანებისთვის. კარგად გაგებია. ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000.
და ჩვენი შემდეგი მონაწილეა ნანა მიქელაძე. მივესალმოთ. ნანა არის 31 წლის ახალციხიდან. ამჟამად მუშაობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში. მივესალმოთ. რა საკეთებთ? რა საქმე აქვთ ასოციაციაში? საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, ხოლო მე ვარ სამცხე-ჯავახეთის ოფისის წარმომადგენელი, ახალციხეში მდებარეობს ჩვენი ოფისი. მისი ჰობია ასევე ვიტყვი ჰობსაც წერა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ესეც საინტერესოა. გასე რა სამზადეთ საინტერესოა? აი ბოლო პერიოდში უკვე ძაფებით ვამზადებ ხოლმე გარკვეულ ნივთებს, ასე ვთქვათ. ძაფებით? კი, მაგრამ თლად ქსოვა არ არის. თლად ქსოვა არ არის, რაღაცას ახალი მიგდება თქვენია თუ ამას იყენებენ ხოლმე ამ? იყენებენ ხოლმე, მაგრამ საქართველოში თლად ისეთი პოპულარული არ არის. გატაცება, ჰობია, შევისწავლე და დავიწყე გამომივიდა. ასევე ლაზერული ჭრის და გრავირების მიმართულებითაც გვაქვს პატარა საქმიანობა. აი შემდეგ კითხვას რომ მიპასუხე, დამისვათ შემდეგ კითხვას. მერე გიპასუხებთ რაში დავხარჯავ მოგებით. აჰა, მაშინ შემდეგი კითხვა რაში დახარჯავთ 100,000 ლარს? დიახ, აი ჩემი ძირითადი მნიშვნელოვანი საქმიანობა, რაზეც უკვე მესამე წელია ვმუშაობ, არის ჩემი ინოვაციური სტარტაპ იდეა, რომელსაც ქვია ზღაპრების ყუთი, სულ მალე უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და შეიქმნება ბავშვებისთვის გაჯეტების ალტერნატივა, უსაფრთხო, თანამედროვე და ძალიან საინტერესო. საინტერესოა, ალბათებს გისურვებთ, რომ მოიგოთ 100,000 ლარი. მე წესებს შეგახსენებთ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ ზუსტად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მე-5 და მე-10 შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მე-5 შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მე-10 3,000 ლარს. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და ხკითხეთ დარბას. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად უპასუხებთ კითხვას, მაშინ რა თქმა უნდა დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? დიახ, გასაგებია. მზად ხართ დანა თამაშისთვის? მზად ვარ. მოგებისთვის. უფრო მზად ვარ. ძალიან კარგი. ჩვენ ვთამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და პირველი კითხვა 100 ლარი. რამდენი მარცვალია სიტყვაში ჰიდროელექტროსადგური? A 5, B 6, C 7 თუ D 8. ხო, გრძელი სიტყვა შეგირჩევიათ. ჰი. აბა ხმამაღლა L ეკ ტრო. ჩამოთვალოთ, დიახ. სა გუ რი. 8. გამოვიდა. საბოლოო პასუხია? 8. D 8. და თქვენ მართალი ხართ, 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. რომელი თითი არ უნდა უჩვენო ადამიანს თუ არ გიდა რომ შეურაცხყოფა მიაყენო? A არა თითი. B სალოკი. C შუა თუ D ნეკი. ხო, ეხლა ვფიქრობ, სიტყვიერად დავაფიქსირო, არ ვაჩვენო, ხო? უნდა დავაფიქსირო. არა, შეიძლება. შეურაცხყოფა არავის მივაყენოთ. ვფიქრობ, C შუა თითი არ უნდა ვაჩვენოთ. გავაყვითლოთ C შუა. და თქვენ მართალი ბრძანდებით 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. დუტუ მეგრელის ლექსში პატარა ქართველი. რომელი კუთხე არ არის ნახსენები? გვახსოვს ლექსი? კი, და მე მგონი სავარაუდო პასუხს ხუდები. აბა. A გურია. B იმერეთი. C კახეთი. თუ D სვანეთი. აბა რა ვთქვათ? მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი.
და განცხრომით სხვაგან ყოფნა მირჩევნი აქციკვდილი ქართულ კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა. საყვარელი სამცხე ჯავახეთიც არ არის ნახსენები და მეგონა რომ აქ პასუხ ჩამისვავდით. ხო, ძალიან გული გვწყდება. მესხებსაც გული გვწყდება. ამ შემთხვევაში სვანეთი არის სწორი პასუხი. დი. და საბოლოო პასუხია? სვანეთი. დ. სვანეთი. და რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ, 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა. 250 ლარი. რა ეროვნების ხალხის ტრადიციული ჟესტია ცერის, შუა და საჩვენებელი თითების ერთად შეკვრა საუბრის და წამოძახილი მადონა. ინტერესო. მადონა. გერმანელების, ბ იტალიელების, C ბერძნების, თუ D პორტუგალიელების. მოკლედ თითებზე მხდება შეკითხვები, ხო? მადონა. იმედია ბოლოს ესე დავასრულო. ვიცით ისე? როგორ არის? როგორ არის? დიახ. ცერა და შუა. ცერა, შუა დიახ. და საჩვენებელი თითი და დიახ. მადონა. მადონა, მადონა. იტალიელების. დიახ. ფიქრობ რომ იტალიელების. რა თქმა უნდა, 250 ლარი თქვენია. ბ იტალიელების. მადონა. პორკე. დიახ. მივედით გარანტირებულ მეხუთე კითხვამდე 300 ლარი. რამდენი ციფრისგან შედგება საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი? A 11, B 12, თქვენ სასისწრით ხო ახლა? C 10, თუ D 9. ხო, მოკლედ ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ხოლმე ჩვენი ძვირფასი ფერმერების დარეგისტრირება, გაწევრიანება. 11 ხშირად დამითვლია ხოლმე და ცუდია ის პირადობები, რომლებიც 0-ით იწყება, იმიტომ რომ ზოგჯერ სისტემა არ აჩვენებს და ფიქრობ არ მეშლება და სწორი პასუხი უნდა იყოს პირველივე. საბოლოო პასუხია? 11. A 11. და ეს არის სწორი პასუხი და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. გილოცა. დიდი მადლობა. თქვენ გაქვთ გარანტირებული 300 ლარი, დახმარებებიც, 3 დახმარებაც, რომელიც არ გამოგვიყენებია. თუმცა ჩვენი საერთო დრო ამოიწურა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შემდეგ გადაცემაში დაგიბრუნდებით კვლავ მეექვსე კითხვით ზუსტად ნანა მიქელაძესთან ერთად. ახლა კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.